თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ საღამომშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს ჩვენი გადაღები ჯგუფი იმყოფება სკოლა ჰელიოში. დღეს მე მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობას გვიზრდიან, ისინი ქართულ კულტურას ემსახურებიან. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქორეოგრაფიულ ანსამბლ სამშობლოს ხელმძღვანელი ლევან ციკლაური და ქორეოგრაფი სოფო ომარაშვილი და აქვე ვიტყვი რომ მადლობა მინდა გადაუხადო სკოლა ჰელიოსის დირექტორს ქალბატონ ქეთევამეშაპიდეს, რომელმაც დაგვითმო თავისი სივრცე, რათა ამ ორ ახალგაზრდასთან ჩავწერო ინტერვიუ და უფრო ვრცლად მოგიყვეთ ქორეოგრაფიულ ანსამბლ სამშობლოს. გამარჯობა ლევან, სოფო, მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩემს გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა ბატონო დავით თქვენ. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი შესაძლებლობისთვის. ლევან, ჩვენი ურთიერთობა არც თუ ისე ბევრ წლებს ითვლის, სულ რამდენიმე თვეა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, როდესაც ანსამბლი სამშობლო მიემგზავრებოდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ერთ-ერთ გასტროლზე, რომელიც ანსამბლისთვის იყო ღირს შესანიშნავი და შთამბეჭდავი და ეფექტური, ასე ვთქვათ. სანამ უშუალოდ ჩვენს მაყურებელს ამ ყველაფერზე მოვუყვებით, დავაჩვენებთ კადრებს, თუ როგორ ასახელა ანსამბლ სამშობლომ ჩვენი სამშობლო საქართველო ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. მოდი დავიწყოთ უფრო წარსულიდან. როგორი ბავშვი იყო ლევანი, სოფო და ოცნებობდნენ თუ არა რომ ჰქონოდათ საკუთარი ანსამბლი, შემდგომ აი ამ ანსამბლით საკუთარი სამშობლო ესახელებინათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო, იმიტომ რომ თქვენ დაინტერესდით ჩვენი ანსამბლით, ჩვენ როგორც წეგან აღნიშნეთ, გქონდა საქმიანი ურთიერთობა თქვენი კომპანიის დაგითრეველი წყალობით, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბავშვებმა იმოგზაურეს ქალაქ პრაღაში მშვიდობით და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ ორგანიზაციაში მიიღო მონაწილეობა. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი უმაგრესი პროდიუსერი ქალბატონი მაკა ტრაფაიძე, რომელმაც დაგვაკავშირა და დაუბრუნდეთ ისევ ჩემს შეკითხვას წარსულს, როდიდან იწყებს ლევან ციკლაური ცეკვას და ცეკვაში პირველ ნაბიჯებს. 7 წლის ასაკში ვიყავ, როდესაც დავიწყე ცეკვაზე სიარული. ჩემი პირველი ქორეოგრაფი იყო დავით ქუსიკაშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემთვის და ალბათ პირველი მომენტიც მანდიდან გამისცა, როცა უყურებდი, ბაძავდი ხოლმე ჩემს მასწავლებელს, როგორ დგავდა ცეკვებს, როგორ იქცეოდა მანერებში და რაღაცნაირად მე ეს პერიოდი რო გავიდა, როცა უკვე გავიზარდი და უნდა მიმეღო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მინდოდა მესწავლა. მე-9 კლასში გადავწყვიტე რომ ქორეოგრაფიულზე ჩამებარებინა და პარალელურად ვასწავლდი კიდევაც ბავშვებს ცეკვას, ანუ მოყვარულები მყავდა მაშინ. რა იყო პირველ ანსამბლს, სადაც ჩვენ ცეკვავდი? ჩემ ანსამბლს იყო ქარიშხალი. შენი პირველი გამოსვლა ფართო აუდიტორიის წინაშე? ძალიან სასიამოვნო კითხვა, იმიტომ რომ პირველი ცეკვა არასდროს არ გავიწყდება და ჩემ ბავშვებს მაგას ვეუბნები ხოლმე დებიუტი როცა გაქვს, ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ არასოდეს არ მეორდება, ეს ერთხელ ხდება, როცა პირველად გადიხარ სცენაზე. ეს ჩემი პირველი ცეკვა შედგა ფილარმონიის სცენაზე და ეს იყო ცეკვა ზეკარი. სოფო, ჩვენ როდიდან იწყებ ცეკვას და რა იყო შენთვის ეს პირველი გამოსვლა? დავით, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და ესეთი შესაძლებლობისთვის. 5 წლის ასაკში შევედი ცეკვაზე და როდესაც პირველად მოვიწამლი ამ სცენის მტვერით, ეს იყო ჩემი 7 წლის ასაკში და ჩემი დებიუტიც იყო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ეს იყო მთიულური ცეკვა. დავდიოდი ცეკვაზე რაიონში, კახეთში, ახმეტის რაიონში. ჩემს ანსამბლსაც ერქვა ახმეტა და ანუ ჩემი პირველი ქორეოგრაფი იყო კარლო ბორწიკაშვილი, სუხიშვილების ძველი მოცეკვავე, საკმაოდ პროფესიონალი ქორეოგრაფი და მადლობა მინდა გადაუხადო, რომ მეკითხებოდნენ, აი რაგენდა გამოხვიდე დიდი რომ გაიზრდები, ქორეოგრაფი და არც შემიცვლია ჩემი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის რაც მინდა და ეს იყო ყოველთვის რაც მინდოდა. ეს პერიოდია, როდესაც უკვე საქართველოსთან იხსნება საზღვრები, ბევრი მიდის ემიგრაციაში და ხშირად ჩემს ანსამბლშიც და არა მხოლოდ ჩემს სამეგობროში, ხშირად ემიგრაცია ასოცირდებოდა ფერად კამფეტებთან, გადასახადებთან, ცეკვის გადასახადებთან, მუსიკის და სხვადასხვა შემოქმედებით წრეებთან. თქვენთანაც ხომ არ იყო ეს მომენტი? არა და ძალიან მიხარია რომ არ ყოფილა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკინვეული თემა არის, როდესაც მშობელთან ერთად არ იზრდები და რაღაც ჩემთვის არასდროს არ ყოფილა ის რომ ფერადი კამფეტები გამხარებოდა, ანუ ყოველთვის მინდოდა რომ გვერდში მდგომოდა დედაც და მამაც და სულ ეუბნებოდი რომ ნუ არ წავხვიდეთ, სხვა შორის არც ქონია დედა ჩემსაც არ გასჩენია იმ სურვილი
რომ წასულიყო მიუხედავად იმისა, რომ კი გაჭირვებაში გავიზარდეთ ნამდვილად. თავად შემშობლებს ხარ გქონიათ ემიგრაციაში? ჩემი სიტუაცია ცოტა სხვანაირი იყო. ეს 7 წლის ასაკში პირველად ვიცეკვე კონცერტზე, მაშინ ახალი გარდაცვლილი მყავდა მამა და დედამ გავგზავნა ჩვენ მე და ჩემი ძმა. შესაბამისად დედაჩემს არასდროს არ უფიქრია რომ წასულიყო, მაგრამ იყო მომენტები, როცა მეუბნებოდნენ სთავაზობდნენ რომ წასულიყო, იქნებ რაღაცნაირად ცოტა მეტი შემოსავალი ქონოდა და მაგრამ რაღაცნაირად დაძლია თავისთავი. ლევან, როდის იწყებ საკუთარ ანსამბლის შექმნაზე ფიქრს? ეს იყო მე-9 კლასში ვიყავი დაახლოებით, როცა უნდა დავუკეთებინა სკოლაში ღონისძიება და ჩემ კლასელებს გავუკეთე დადგმები, ეს რაღაცებზე მუშაობდით. მე დავიწყეთ ბოლოზარზე მუშაობა, სადაც მე თვითონ გავუკეთე ჩემ კლასელებს რაღაცნაირად ესეთი ქორეოგრაფიული მიმართულებით გამოსვლები. და აი პერიოდი უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა და უკვე სწავლობდი კიდევ ასე მე-9 კლასში უკვე ქორეოგრაფიულზე ჩავაბარეთ. რატომ ანსამბლის სამშობლო? სამშობლოს სახელი იმიტომ დავუხვი რომ გავამეხატა ჩემი პატივისცემა და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, სადაც ამ ქვეყანაში ძალიან დიდ პატივს ემენ ქართულ კულტურას, ქართულ ცეკვას, ქართულ სიმღერას და შესაბამისად ამაზე ძალიან დიდი არ მიფიქრე, იმიტომ რომ რაღაცნაირად და პატრიოტულად მინდოდა რომ ჩემი შემდგომში ჩემი მოსწავლეებისაც ადვილად გამეგებინებინა რა არის სამშობლო და რატო არის სამშობლოში ამდენი კულტურული მემკვიდრეობა, თუნდაც ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა. საქართველოში უამრავი ქორეოგრაფიული ანსამბლია. იწყებთ 2019 წელს. პირველი ნაბიჯები რომ გაიხსენო, სად იწყებ და რამდენი ბავშვით იწყებ? 2019 წელს დამიკავშირდა ბატონი ბიძინა, რომელიც ჩვენ სკოლაში მუშაობს, ამავე სკოლაში და ადრე გვქონდა საქმიანი ურთიერთობა. ვიყავით მე და ჩემი უფროსი ქალიშვილი მამაში სასაფლაოზე და მოულოდნელად ზარი შემოვიდა და მითხრა რომ ესე სკოლა ჰელიოში სჭირდებათ ქორეოგრაფი და თუ შეიძლება მოდი ჩვენთან და იმუშაოთ. მე ბატონ ბიზნესთან მქონდა დიდი ხნის თანამშრომლობა და იცოდა ჩვენთან ამ ჩემს შესახებ რომ ვასწავლედი ბავშვებს. აქედან გამომდინარე დავიწყე აქ მუშაობა 2019 წელს და მეც ესე 5-6 ბავშვი ყავდა, დღესაც მახსოვს ის ბავშვები, რომლებიც არიან დღესაც დადიან ჩემთან. პირველი ნაბიჯები იყო ყველაზე რთული, იმიტომ რომ როგორც კი დავიწყე მუშაობა, დაემთხვა ეს კოვიდის პერიოდი და 6 თვეში მოგვიწია ანსამბლის დაკეთვა. მე 2 წლის მერე გავაგზავნე, მაგრამ ძალიან დიდი პერიოდი იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მივუახლოვდი ჩემოცნების ასრულებას და მაშინვე აი ეს კოვიდის პერიოდი მალევე და მე ძალიან ბევრს ფიქრობდი ნეტა გაგრძელდება, არ გაგრძელდება, გავაგზავნეთ თორემ ყველა ქორეოგრაფიც ვიც აბარებს ქორეოგრაფიულზე ერთი სულიად როდის შექმნის თავის ანსამბლს და როდის გაზრდის თავის ბავშვებს და მისცემს მიმართულებას თავის ქორეოგრაფიას და აი ეს მომენტი იყო ჩვენთანაც, მაგრამ საბედნიეროდ უფლის წყალობით ყველაფერმა ჩაიარა და გავაგზავნეთ მუშაობა. სოფო, შენ როდის შემოუერთდი ანსამბლ სამშობლოს? მე ეს კოვიდის პერიოდი ნაკლებად მომიწია, იმიტომ რომ ცოტა მოგვიანებით შემოუერთდი ანსამბლს, დადგმული იყო უკვე რამოდენიმე ცეკვა ანსამბლში, მაგრამ რომ შემოვედი, აი მართლა პირველივე დღეს ვიგრძენი რომ რაღაც თითქოს სახლში ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან კტბილად დამხვდნენ როგორც ბავშვები, ლევანიც ასევე და ყველანაირად ცდილობდა რომ თავი უცხოდ არ მეგრძნო და ძალიან მოფასება მას და მადლობა მინდა ლევანსაც გადაუხადო და იმ ბავშვებს, რომლებმაც აი პირველივე დღეს ჩამიხუტეს და დღემდე რაღაცა ესე თბილად მოვდივართ. მოდით ახლა ჩვენ ტელემაყურებელს შევახედოთ ანსამბლი სამშობლოს სარეპეტიციო დარბაზში.
როგორ ხდება ცეკვისთვის სული შთაბერა? პირველ რიგში ჩვენთან როცა ბავშვები მოდიან სწავლობენ დგომას. სწორი დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ცეკვაში. ჩვენდე გადავდივართ მოძრაობებზე, ელემენტებს ვეძახით, რომელთაც მე ეტაპობრივად ვამატებთ მოძრაობებს, ვამატებთ ვართულებს და შემდეგ გადაგვაქვს ცეკვაში. რაც შეეხება უშუალოდ ცეკვის დადგმის პროცესს, ცეკვის დადგმის პროცესს ვაგებთ ხოლმე ძირითადად ამბავს. გვინდა ყოველთვის ქორეოგრაფიაში იყოს ამბავი, რატო ცეკვავთ? თითოეული ცეკვა ყვება ამბავს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, რატო ცეკვავთ? ანუ რა არის ამბავის დასაწყისი, როგორ ვითარდება ამბავი და როგორ სრულდება. ეს სამი რაღაცა, რაც ყველაზე მთავარია ქართულ ქორეოგრაფიაში, მე ვფიქრობ ასე, რომ ყველაზე მთავარია. აი ეს სამ რაღაცაზე გვიწევს ხოლმე ფიქრი, რომ აი ამ სამიდან გავაკეთოთ შემდეგ მონახაზი და დაიდგას ცეკვა. ძირითადად ნახაზებს ლევა შენაკეთებ თუ სოფო? და როგორ იყოფთ ამ ფუნქციებს? ძირითადად არის ხოლმე რომ იდეა არის ჩემი და რა თქმა უნდა სოფო მეხმარება ქორეოგრაფიულ დადგმაში, იმიტომ რომ სოფოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, სწავლობ და მე ალბათ თვითონაც გეტყვით. შესწავლა განათლებაზე რომ მოგვიყვე სოფო. ჩემი სწავლა-განათლებას რაც შეეხება და დავამთავრე შოთა რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტი, ქორეოგრაფიული მიმართულებით, რა თქმა უნდა, ბაკალავრის დიპლომი ავიღე. ბოლო კურსს დამთავრებელ კურსზე ვიყავი, ლევანთან რომ მოვედი სამუშაოდ და სამშობლოს შემოვერთდი. თეატრალურ უნივერსიტეტამდე ვსწავლობდით ესეუშიც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მაგრამ აი რომ მივხვდი, რომ აი ცეკვას უნდა დაუბრუნდე და ცეკვამ დაძლია, კი, იმიტომ რომ კოვიდის პერიოდი დაემთხვა, ონლაინ ლექციები და აი რო შევხედე ანუ არ მინდოდა გადავწყვიტე რომ ისევ გამეგრძელებინა და თეატრალურში ძალიან ისე მობილობით გადავედი მოულოდნელად დაუგეგმავად აბსოლუტურად. ძალიან კარგი. პირველი გასტროლი მასობრივი არ არის დიდი წლის, თუმცა 7 წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მოახერხეთ წაგიყვანათ ბავშვები და ჩვენი საქართველოს გესახელებინათ თქვენი შემოქმედებით, თქვენი ცეკვით. პირველი გასვლა ჩვენი იყო ბულგარეთში, ქალაქ ნესებში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ქართული ეროვნული ფედერაცია, ბატონი ზაზამ ჟავანაძე და ქალბატონი ეკა გოგიტიძე, რომლებაც გამოგვიცხადეს ნდობა და შემოგთავაზეს ფესტივალზე მიგვიღო მონაწილეობა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ რაც პირამე იქნება ამის მერე. იმიტომ რომ პირველი, აი როგორც წეგან აღვნიშნე, როგორც დებიუტია კონცერტზე, მოცეკვავისთვის, ესე ქორეოგრაფისთვის არის პირველი გასვლა საზღვარგარეთ, როცა მიქრავს. როგორც საკუთარი ანსამბლით მიდი. როგორც კი, რა თქმა უნდა. და მეორე ყველაზე მთავარი კიდე ჩემი ბავშვების შრომა, რომელიც გადაბმულად ქონდა რეპეტიციები და მშობლებს ახლა მინდა პირადად მივმართო და მადლობა გადაუხადო მისთვის, რომ ამ ხელანდობა გავამიცხადეს. როგორ გაიხსენებ ბულგარეთის აი ამ პირველ გასტროლს ნესებირში რომ იყავით, აი თითოეული თქვა საქართველოსდან და მე მივდივარ ფარგლებს გარეთ, აი ეს ემოციები, შთაბეჭდილებები, ყველაფერი რომ გაგვიზია რომ მე და ჩემს ტელემაყურებელს. აუცილებლად პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან ნერვიულობდი. ძალიან სანერვიულო იყო საბუთებზე ფიქრი, მარტო იმაზე არ არის ფიქრი კონცერტზე როგორ იცეკვებენ ბავშვები, ფიქრობ საბუთებზე, ეს რამე არ დაჩეს, ყავდა რამოდენიმე ბავშვი რომელიც მშობლის გარეშე წამოვიდა მინდობილობით და აი ეს იყო ძალიან სანერვიულო ეტაპი და არაფერი არ მახსოვს გზაში რა მოხდა, ერთ-ერთი რაც მახსოვს იყო კონცერტის დღე ყველაზე მეტად დანარჩენი ძირითადად გადართულები ვიყავით ბავშვების უზრუნველობაზე, რომ უსაფრთხოდ რომ ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა. შენც იყავი ხო სოფელში პირველი გასტროლზე წასვლა. და აი ეს ემოცია როცა უკვე ჩემმა ბავშვებმა ასაკობრივ ზღვარში 10-დან 12 წლამდე იყო ესეთი ფესტივალი, აიღეს გრან-პრი და ეგ იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და მაგის რეაქციები კიდე აბერს გამოვხატე პირველად მე მაშინ იმიტომ რომ არც ველოდებოდი საერთოდ ეს ამ ფორმატით თუ წავდგებოდით ჯერ კონცერტზე, ორი კონცერტი ტარდებოდა და პირველი კონცერტის შემდეგ მოგწეს უფლება რომ მეორე კონცერტს გვეცება და აქედან გამომდინარე უკვე მოვხდით რაღაც იმაში კატეგორიაში, სადაც ასაკობრივად გადმოგვეცა გრან-პრი და პირველი გამარჯვებაც ეგ იყო ჩვენ. ძალიან მაგარია. შემდეგი რომელი გასტროლი იყო? ეხლა სოფო მოგვიყვეს. შემდგომი გასტროლი გქონდა თურქეთში, თურქეთის ქალაქ იალოვაში ვიყავით დასრულები ფესტივალზე. საკმაოდ კარგად შემდეგ უკვე როგორია გამოცდილება ჰქონდათ ბავშვებს ჩვენ ბავშვებს ძალიან დიდი, არ მოემატათ მეტად თავისუფლად ცეკვავდნენ, რა თქმა უნდა, ის საზღვარგარეთ წასვლის გასტროლის ისიც ჰქონდათ უკვე გამოცდილება და აი დაძაბულები აღარ იყვნენ პირველ რიგში და საერთოდ სხვა თავისუფლება ჰქონდათ. რა თქმა უნდა,
შედარებითია ყველაფერი, ბულგარეთთან შედარებით საუბრობ, რა თქმა უნდა, თორე დღევანდელ სიტუაციას რომ შევადაროთ, ის შეიძლება ცუდად გაგვახსენდეს რაღაც მომენტში და დღეს საერთოდ სხვა რაღაც ხდება სცენაზე, პირიქით სიამოვნებით გადიან ბავშვები, ხვდებებით ანუ. მაშინ უფრო დაძაბულობის მომენტია, აი პირველი კონცერტი, მეორე კონცერტი, მესამე კონცერტი, იქ ფესტივალი ჩატარდა, კონკურსის ფორმატი არ ქონია, საკმაოდ მაღალი დონის. მესამე გასტროლი ქონდა სომხეთში, ერევანში. ვიყავით, საკმაოდ კარგი ფესტივალი ჩატარდა იქაც და ძალიან ლამაზი სცენა იყო. როგორც ან კონკურსი, ესე არ მივიღია მონაწილეობა, იყვნენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები, სხვა წარმომადგენლები, სხვა ცეკვებით. სამი გასტროლი ძირითადად რაც იყო ავტობუსით გადაადგილება. მეოთხე გასტროლი, რომელიც შემოგთავაზათ ქალბატონმა მაკატლაპაიძემ, ეს იყო პრაღა. წარმოუდგენელი აი როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ქალბატონ მაკასთან და საერთოდ წარმოიშვა იდეა რომ უკვე წასულიყავით პრაღაში თვითფრინავით და მიგეღოთ მაღალი დონის ფესტივალში მონაწილეობა. ჩვენ ქორეოგრაფებს გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ყოველთვის როცა ესეთ გასტროლს ეკავხოს ბავშვები ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია იმ დარგში რომ ვიცოდეთ ვინ არის სანდო, ვის გავყიდეთ, ვის ვანდოთ ჩვენი ბავშვები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეს აქვს მნიშვნელობა, მარტო ფესტივალი არ არის, იქ არის სასტუმრო, ყვება, როგორი იქნება, როგორ დაგათვალიერებინებს და რაც კი შეეძლო ქალბატონ მაკას და რაც შედიოდა მის ესე ვთქვათ მოვალეობაში, მოვალეობების გარეშეც ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ მე და შენ ძალიან ბევრი, მაგრამ ბილეთებსაც შეეხებოდა ავია ბილეთებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო ლევან შენი ანსამბლის მშობლებს, რადგან გამოგიცხადეს ნდობა, შენთან მქონდა ნდობა, იმიტომ რომ ბევრგან, მაგრამ მე ვიყავი უცხო და აქედან გამომდინარე ნდობა ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ იმედები გაუცრუა, გააკეთეს ყალბი ბილეთები და ბევრი ადამიანი დატოვეს აეროპორტში. არის ბილეთების მომენტი, როცა პირველად ვიწევდა თან, ძალიან ნერვულობდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალია, როგორც მე ხარ მე საქმეში გამოჩნდა ჩვენ საქმეში. მარტო ყიდვა არ არის თავარი, კიდე ძალიან ბევრი დეტალია და ეს ყველაფერი მადლიერი ვარო ერთად გაგაცილეთ აეროპორტში და ჩახვედით პრაღაში. აი შემდგომ როგორ იწყება პრაღის აი ამ გასტროლზე უფრო ცლად რომ მომიყვა ლევან სოფო ცეკვის მონახაზები, რაღაცებს რომელსაც იღებდით პრაღის ცენტრში. როგორც კი ცეკვა დავიწყეთ, ვხედავ მოდის ერთი მაყურებელი, მეორე მაყურებელი, მესამე და ბოლოს ისე მოხდა რომ ცენტრში სცენა გქონდა იქ უკვე და მაყურებლები გიყურებდნენ, იმიტომ რომ ერთი კონცერტი იქ ჩავატარეთ. ორგანიზატორები იყვნენ იქ ერთ-ერთი ჩვენი მაყურებლები, აღმოსჩენილი ორგანიზატორები, რომლებმაც შემოგთავაზეს გერმანიაში წასვლა. სამწუხაროდ ისეთ თარიღებს დაემთხვა, ეს მომდევნო თვეში უნდა წავსულიყავით უკვე ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის ასე უცებ მობილიზება, იყო ეს დაფინანსებული ღონისძიება, მაგრამ დროის ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ მოახერხეთ ამის მობილიზება. რაც შეეხება პრაღას, ნამდვილად ულამაზესია, დავეთანხმები ლევანსთან, ვინც ნამყოფია პრაღაში, ყველა მიცის რა სილამაზე არის იქაურობა. რაც შეეხება ფესტივალს, იყო უმაღლესი დონის ფესტივალი კონკურსი. ორი ცეკვით მივიღეთ მონაწილეობა, ეს იყო ზეკარი და ლევანის დადგმული კომპოზიცია სამშობლო, რომელიც არის საავტორო და არ ვიცი, ლევანმა ძალიან მთელი გული და სული ჩადო ამ კომპოზიციაში ნამდვილად და ორჯერ ვიცეკვეთ. ეს იყო საფესტივალო გასვლა პირველი და შემდეგი იყო უკვე საკონკურსო ნომრად გამოგვაცხადეს, სულ 3 ქვეყანა აირჩიეს, 4 ქვეყანა, სულ 8 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და 3 ქვეყანაში შევედით ჩვენც და ვიცეკვეთ მეორედ უკვე უშუალოდ საკონკურსო ნომერში მივიღეთ მონაწილეობა. შენ ალბათ რომ მე ზეკარი წავიდე, იმიტომ რომ გამახსენდა ჩემი პირველი ცეკვა და ის მოძღვენი შენს პედაგოგს. ესე იყო. ეს პირველი ემოცია რაც მე დამეუქლა ცეკვა ზეკარის დროს. რაღაცნაირად მქონდა გულში რომ მინდოდა რომ რაღაც აი ესეთი მნიშვნელოვანი კონცერტი ანუ ფესტივალზე გავსულვართ კონცერტზე ვიცეკვია, მაგრამ საკონკურსოდ პირველი იყო ჩვენი და რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს ზეკარის სიმბოლურად ჩემი ქორეოგრაფისთვის მიმეცხვი. სოფო და ლევან თქვენ ცეკვავთ ამ ცეკვაში, ხო? კი. ცეკვაში, კი. როდესაც მოკლედ სრულდება, მოკლედ თქვენი ბოლოს ხო გამოსვლა. ძალიან სპონტანურად გადავწყვეტეთ და არც გვიوارჯიში ამაზე, ანუ ბავშვებთან ერთად გულისხმობთ რეპეტიციებზე. ძალიან მოგვინდა ორივე ეს ცეკვა და ესე სპონტანურად ბავშვებიც გავახარეთ და ბავშვებს მეტი სხვადასხვა ძალიან დიდი мотиваცია მიეცათ ბავშვებს სცენაზე რომ დაგვინახეს, აი რაღაცნაირად იყვნენ მას თქვენ ცეკვავთ. ანუ დავამატეთ ეს თვითონ, ანუ ეს ფორმები წავიღეთ ორივე ცალ-ცალკე. ყოველი შემთხვევაში იყოს, იმიტომ რომ აი ზუსტად არ ვიცოდი ჩვენ თუ ვიცეკვებით, არ ვიცეკვებით, მოგცემდეთ რა საშუალებას ორგანიზატორები, ქორეოგრაფის ჩართული იყვნენ ამ საკონკურსო ნომერში.
აი როგორც კი გავიგერო შეისაძლებელი იყო რომ ჩვენ გვეცეყვა მეთის ფოტო ჩავუძვი. უცბად კულისებში ანუ მართლა საინტერესო იყო რითაც ვადევნები თვალყურს სოციალში რაღაცა განსხვავებული ერთფერი შეეცინა თქვენ კი ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ხოთეშორის. ზოგადად ახლა ანსამბლ სამშობლოს აღსაზრდელებს და მათ მშობლებს მოусმინეთ. ამ ანსამბლში უკვე დავდივარ 6 წელი. მე ამ ანსამბლს ყველაზე მეტად გამოვარჩევ სხვა ანსამბლებისგან. მისი სითფოთი, მიყვარს ძალიან ამ ანსამბლის გარემო, მასწავლებლები, ბავშვები. ჩვენ წელს ვიყავით პრაღაში გასტროლზე, სადაც ავიღეთ გრან-პრი. ეს იყო ჩვენი პირველი კონკურსი. თავიდან ყველა ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ მერე უკვე ყველა ნასიამოვნები ვიყავით და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ამ ანსამბლში 4 წელიწადია რაც ვარ, ყველაზე ძალიან მომწონს აქ ლევან და სოფო მასწავლის მიდგომა ჩვენს მიმართ. ისინი არა მარტო ცეკვას, არამედ ოჯახის წევრობას და მეგობრობას გვასწავლიან. ამ წელს ვიყავით პრაღაში, მოვიპოვეთ გრან-პრი და ძალიან გაგვეხარდა. 5 წელია რაც დავდივარ ცეკვაზე და ვარ 12 წლის. ჩვენი პირველი კონკურსი იყო ჩეხეთში და ჩვენ ავიღეთ გრან-პრი და ძალიან გაგვეხარდა. ჩვენ ვართ ტყუპები თეკლა და მარიამ სიკინჭალაშვილები. ჩვენ ახლა შემოვერთით ანსამბლს, ძალიან მოგწონს აქაური თბილი გარემო და მასწავლებლები და თვითონ ეს ცეკვები. ჩვენ ვიყავით ამ წელს ბაკურიანში, ძალიან კარგი დრო გავატარეთ და დაუიწყარი დრო იყო. 4 წელია რაც დავდივარ ცეკვაზე და ძალიან მიყვარს ეს ანსამბლი და ამ წელს ვიყავით პრაღაში, რომელშიც ავიღეთ გრან-პრი. ეს მოგზაურობა სულ გულში დამჩა და სულ ვიხსენებ. ანსამბლ სამშობლოს წევრი ვარ 7 წელი. ანსამბლს 4 გასტროლი ჰქონდა და ბულგარეთში ვიყავით, თურქეთში, სომხეთში და პრაღაში. აქედან ყველაზე მეტად მომეწონა ბულგარეთი, რადგან პირველი გასტროლი იყო და სხვა ემოციები იყო. მე ანსამბლ სამშობლოში დავდივარ 7 წელია. ყველაზე მეტად ანსამბლ სამშობლოში მომწონს, რომ ძალიან კარგი მეგობრობა გვაქვს ყველას. ცეკვებიც ძალიან კარგი გვაქვს, ჩემი აზრით და მასწავლებლებიც ძალიან ხალისიანები და ძალიან საყვარლები არიან. პრაღაში ვქონდა ჩვენ პირველი კონკურსი და ავიღეთ გრან-პრი და ძალიან ემოციური და სასიხარულო მომენტი იყო ჩვენთვის. 1 წელია დავდივარ ცეკვაზე. ძალიან მიყვარს ანსამბლის სამშობლო და ჩემი მეგობრები, კიდევ მასწავლებლები. დავდივარ ამ ანსამბლში უკვე 3 წელია და ძალიან მიხარია რომ ამ ანსამბლის წევრი ვარ. ძალიან მეგობრული ანსამბლია, მასწავლებლებიც ძალიან საყვარლები არიან და მეგობრულები. ასევე ძალიან ოჯახისავით ვართ. დავდივარ 5 წელია ანსამბლ სამშობლოში. როდესაც წავედით წელს პრაღაში, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური კონცერტი, რადგან იყო ჩვენი პირველი კონკურსი. ჩვენ მან დავიღეთ გრან-პრი. ამ ანსამბლში უკვე დავდივარ 7 წელია, რაც ძალიან მახარებს, რადგანაც აქ მყავს ძალიან კარგი მეგობრები, მასწავლებლები, ძალიან ბევრი ცეკვა გვაქვს ნასწავლი. ჩემი საყვარელი ცეკვები არის კომპოზიცია, სამშობლო და აჭარული. დავდივარ 3 წელი და ძალიან მიყვარს სამშობლო. პირველ ბავშვებიც მიყვარს, მასწავლებლებიც და ცეკვაც. დავდივარ ანსამბლ სამშობლოში 7 წელია. ძალიან მიყვარს ჩვენი ანსამბლი, ძალიან მეგობრულია, ძალიან მიყვარს ჩვენი მასწავლებლები და სადვარო მთელი ცხოვრება მათთან ერთად გავატარო. მე ყველაზე მეტად გამოვარჩევდი გასტროლს, სადაც ვიყავით პრაღაში, იმიტომ რომ პირველად ვიყავით კონკურსზე გასულები და გავიტანეთ პირველად კომპოზიცია სამშობლო და ავიღეთ გრან-პრი. მე ეს ანსამბლი ძალიან მიყვარს, პირველად რომ შემოვედი, ცეკვა ძალიან ამიყვანა, მაგრამ მე მოგვიანებით ლევანი და სოფო მასწავლებელმა შემაყვარეს. ჩვენ ამ წელს ვიყავით პრაღაში, ეს კონკურსი ყველაზე ემოციური იყო, რადგან ჩვენ მოვიგეთ ასევე გრან-პრი იქ. ანსამბლ სამშობლოში დავდივარ 3 წელია. ყველაზე მეტად მიყვარს აჭარული და აფხაზური, იმიტომ რომ აფხაზური არის ძლიერი ცეკვა და აჭარულში სულ გაღიმული უნდა იყო. ჩვენ გეგმებში გვაქვს რომ წავიდეთ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც გამოდიან ყველაზე ძლიერი ანსამბლები. მე ვურჩევ ბავშვებს რომ შემოვიდნენ, იმიტომ რომ აქ არიან ყველაზე თბილი ბავშვები და მეგობრულები.
ჩემი შვილი 4 წელია დამყავს ამ ანსამბლში და აი ძალიან კმაყოფილები ვართ. ბავშვს შეაყვარეს მასწავლებლებმა ცეკვაც, ცხოვრებაც და ყველაფერი აბსოლუტურად თუ რაღაცაა და ეხა გარდატეხის ასაკში და იმაში ბავშვს რომ მინდა დავემუქრო რაღაცი და ეს არის პირველი ის რომ ცეკვიდან გამომყავს. იმიტომ რომ იმ დონემდეა ბავშვი უკვე მოჯაჭვული თავის მასწავლებლებზე და ისეთი სითბო და სიყვარული ასწავლეს ბავშვს რომ აი ვერ აგიღწევ. თვითონ ბავშვებიც ყველა მარტო ჩემი შვილი არა, ერთი ოჯახივით არიან შეკრულები, ერთმანეთის სიყვარული იციან, დაფასება იციან, პატივისცემა იციან და ეს ყველაფერი ჩვენი სოფოს და ლევანის დამსახურებაა. დიდი მადლობა ამათ. ჩემი შვილი პირველი დღიდან დადის ანსამბლ სამშობლოში, უკვე 7 წელია. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან თბილი და ესეთი გარემოა ჩვენ სტუდიაში, ჩვენს ანსამბლში. ჩემ შვილს ძალიან უყვარს ცეკვა, რა თქმა უნდა, სოფოს და ლევანის დამსახურებაა ეს ყველაფერი. არის ოჯახური გარემო, დავდივართ გასტროლებზე, რაც მარტო ბავშვებისთვის არ არის ეს ბედნიერი დღეები, მშობლებს გვაქვს ძალიან კარგი დღეები, ბედნიერი დღეები და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონებები დაგვიგროვდა უკვე ანსამბლთან ერთად. ანსამბლ სამშობლოში ცეკვავთ უკვე 4 წელია. არის ძალიან სასიამოვნო და თბილი გარემო. ყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, ძალიან მოსიყვარულე და გირჩევდით, რომ თქვენც შემოუერთდეთ და იგემოთ ასეთი თბილი და სასიამოვნო სიტუაცია. 2026 წლის იანვარში ქორეოგრაფიული ანსამბლი სამშობლო მიწვეული იყო სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაეცათ დალუცვის სიგელი. ლევან, აი ამ ყველაფერზეც რომ გვესაუბროთ, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგელია, რომელიც თქვენ ჩვენი პატრიარქისგან გაქვთ, როგორც თქვენ ქორეოგრაფებს სოფოს და ლევანს, ასევე ანსამბლ სამშობლოს. ნამდვილად ბატონო დავით, უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ანსამბლისთვის. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენი ანსამბლი, ჩვენ მარტო მარჯანიშვილზე არ ვასწავლით, გვაქვს ფილიალი 201 საჯარო სკოლაში. შევკრიბეთ ეს ჩვენი ბავშვები და მოგვიცა იმის საშუალება გვეზიარებინა და მიგვიღო ეს ჯილდო, რასაც ქვია საპატრიარქოს დალოცვილი ანსამბლი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ მარკოიშვილს, რომელმაც მოგცა საშუალება რომ მიგვიღო მონაწილეობა. ალბათ გარდა ამ სიგელისა, უბრალ სიგელს ინახავს თქვენი არქივი. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისა, ლევან გარდა მარჯანიშვილის სკოლა ჰელიოსისა კიდევ სადასწავლით თქვენ. ჩვენ გვაქვს მეორე ფილიალი 201 საჯარო სკოლაში, სოფელ დიღმოში ვასწავლით. აი მან ლევან როდის დაიწყეთ? პირველი ეს იყო 2019 წელს იყო სკოლა ჰელიოსი, 201 საჯარო სკოლაში როდის იწყებთ? ეს იყო 2024 წლიდან დაიწყეთ მან მუშაობა. დამიკავშირდა 201 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონ რუსუდან კეკელიძე და მინდა სოფო შემოგთავაზა რომ გაგოხსნა სტუდია და ესე დაიწყო ჩვენი მან მოღვაწეობა. ზოგადად ქალაქში ძალიან დიდი კონკურენცია არის, უამრავი ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი არსებობს. რითი არის გამორჩეული ქორეოგრაფიული ანსამბლი სამშობლო? გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ცეკვას და აი იმ პროფესიონალურ ხაზს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვას ქორეოგრაფმა, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე დისციპლინას და ძალიან დიდ შრომას ვდებთ იმაში, რომ ბავშვმა იცოდეს რა არის გუნდური მუშაობა. პირველ რიგში ვასწავლით რომ შეუყვარდეს ცეკვა და მე ვასწავლით ცეკვას. ესეთი მიდგომა გვაქვს. აი მას ძალიან კარგი მიდგომა, ლევან. როგორ უნდა მოგწებნოთ ადამიანება, ვინც ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს და ჯერ კიდევ არ აქვს არჩევანი გაკეთებული თუ რომელ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ანდოს საკუთარი შვილი. ჩვენი პოვნა არ არის ნამდვილად რთული, ჩვენს ვაქტიურობთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ ანსამბლს ქვია ანსამბლის სამშობლო. დაგვიკავშირდეთ საომალო გეგმების შესახებ რო გითხრათ, რას გეგმავს ანსამბლის სამშობლო უახლოს მომავალში? რაც შეეხება ჩვენს საომალო გეგმებს, დაგეგმილი გვაქვს 3 კონცერტი, აქედან 2 კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, 1 ართულში. გეგმება ასევე საზღვარგარეთ კიდევ ერთ ფესტივალში მონაწილეობა. მონაწილეობა, ჯერჯერობით დეტალებზე
დავხდებით და ამას უკვე გაიგებენ როგორც ბავშვები, ასევე ეტაპობრივად. როდესაც თქვენ ხართ უცხოეთში გასული, ხშირად ვსვამ ხოლმე აი ამ კითხვას. მოკლე პერიოდით გიწევთ გასვლა საქართველოდან. რა გენატრებათ ხოლმე აი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ალბათ საქართველოს ჰაერი, ბუნება და აქაური გარემო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სოფაშე? ნამდვილად დავეთანხმები ლევანს, აი აქაური აურა საქართველოში როგორც კი ჩამოდიხარ, აი ესევე გრძნობ რაღაცნაირად სახლში ხარ და აი ეს გვენატრება ხოლმე ძალიან ყველაზე მეტად. როგორი ფერი აქვს მონატრებას? სოფო, ლევან. ჩემთვის მონატრების ფერი ალბათ იქნება ყვითელი. შენთვის? ყავისფერი. როგორც ვიცი, ბაკურიაში იყავით ანსამბლი წასული ერთ-ერთ ფესტივალზე. და აი ახლა უნდა გადასცე შენ ბავშვებს მოკლე დიპლომი და აი ახლა ჩვენს ტელემაყურებელს აქვს საშუალება იხილოს აი ეს დაჯილდოება, რომელიც წარმატებით გაიარა ანსამბლმა სამშობლომ ბაკურიაში, ზამთრის კურორტებზე და ლევან, წარმატებები მიგესურვებთ სამშობლოს და მეტად გიხილოთ უფრო მეტ ფართო ასპარეზზე და ბოლო კითხვა, რას გვისურვებთ თქვენ, სოფო ლევან, ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენი და შევქმენი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენ სამშობლოს უცხო ქვეყანაში ასახელებენ. პირველ რიგში უდიდეს წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეულ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დამაკავშირებელი ხიდი ხართ ემიგრანტებს და საქართველოს შორის, ქართულ ხალხს შორის და ნამდვილად თქვენს გადაცემას თვალს ვადევნებ და საკმაოდ ესეთი საინტერესო და პროდუქტიული გადაცემები იქნება, რაც ნამდვილად აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, რომლებიც იმყოფებიან ემიგრაციაში სამწუხაროდ. წარმატებები მინდა უსურვო გადაცემას.
სამეშტავი გადაცემა, ეს მონატრების ფერები, რომელიც ყველა ადამიანს თავის ფერი აქვს, სიმბოლური სახელიც არის და მინდა რომ ბევრი წარმატება უსურვოთ თქვენ ჯგუფს, თქვენ გადაღებ ჯგუფს. მადლობა ლევან, მადლობა სოფო. რომ ამ გადატვირთული გრაფიკის და მიუხედავად მოახერხეთ და იღებთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. მადლობა ქალბატონ ქეთევას, რომ დაგვითმო სივრცე, სადაც ანსამბლმა სამშობლომ აიდგა ფეხი და ზუსტად აი აქ წერთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაცემა მონატრების ფერების დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და ნამდვილად ქართულ საქმეს აკეთებს და თითოეულ ქართველ ემიგრანტს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ხმა გააგონოს მსოფლიოს და უთხრან ქართველმა ემიგრანტებმა, რომ ემიგრაცია ძალიან რთულია და ეს მარტივი გზა არ არის, რომელიც მათ აირჩიეს. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ არის ხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ My Video-სა და TikTok პლატფორმაზე, ხოლო ჩვენი გადამღები ჯგუფის და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ტურისტული კომპანია დაგითრეველი. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები გახლდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ სამშობლოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლევან ციკლაური და ქორეოგრაფი სოფო ომარაშვილი. გემშვიდობით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.